წყნარი ოკეანისა და კარიბის ზღვის აუზებში ნარკოკარტელებთან ბრძოლა გრძელდება. 22 ოქტომბერს ნარკოტიკების გადამზიდი გემი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების სამიზნე უკვე მეცხრედ გახდა. ჯერ კიდევ 2025 წლის დასაწყისში, როდესაც დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა, ნარკოკარტელები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადდნენ. ეს იყო დასაწყისი იმ პოლიტიკის, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას გააფართოვებდა. თეთრ სახლში ამ გზიდან არ გადაუხვევიათ და ის, რომ ნარკოკარტელებთან ბრძოლა გრძელდება, თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 23 ოქტომბერს დაადასტურა. არ მგონია ომის გამოცხადება აუცილებელი გახდეს. ვფიქრობ, უბრალოდ დავხოცავთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკი შემოაქვთ. გასაგებია? ჩვენ მათ დავხოცავთ. ისინი მკვდრები იქნებიან, ხომ გასაგებია? თუმცა ნარკოკარტელებთან ბრძოლას ვაშინგტონი მხოლოდ ზღვაზე არ გეგმავს და ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების სამხედრო ძალების შემდგომი სამიზნე ხმელეთზე იქნება. დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნარკოტიკის გამო შეერთებულ შტატებში წელიწადში 300,000-მდე ადამიანი იღუპება და ამ ნარკოტიკის დიდი ნაწილი ვენესუელიდან შემოდის. შეერთებული შტატების სამხრეთის სარდლობის მიერ 23 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სარდლობა მზადაა დაიცვას სამშობლო უკანონო ნარკოტრაფიკინგისგან. განცხადებასთან ერთვის ვიდეო მასალა, რომელშიც საზღვაო ქვეითთა კორპუსის ნაწილების დესანტირების კადრებია ასახული. ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს თქმით, შეერთებული შტატები ქვეყნის ნავთობის მარაგებითაა დაინტერესებული და ომის დასაწყებად ემზადება, ხოლო ნარკოკარტელები მათთვის მხოლოდ საბაბია. არა ომს, კი მშვიდობას, სამუდამოდ. არა ამ გიჟურ ომს, გთხოვთ, გამარჯვება მშვიდობას, სამუდამოდ. ჩვენ გვაქვს მძიმე შეიარაღება, რომელიც საბედნიეროდ პრეზიდენტმა ჩავესმა ქვეყნისთვის შეიძინა. პრეზიდენტი პუტინის, რუსეთის, ჩინეთისა და მსოფლიოში სხვა ჩვენი მეგობრების წყალობით. ვენესუელას აქვს შესაბამისი შეიარაღება მშვიდობის გარანტირებისთვის. ამათი კვირის განმავლობაში იმპერიალისტური მუქარისა და ფსიქოლოგიური ომის დროს ჩვენ მშვიდად ვასრულებდით საკუთარ ვალდებულებებს. სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერმა ნიკოლას მადუროს უკვე გამოუცხადა მხარდაჭერა. როგორც ჩანს, მადუროს დიქტატურისთვის ნებისმიერი საფრთხის შექმნა ლათინური ამერიკის სამყაროში ზოგიერთ ლიდერს ძალიან აწუხებს.